თქვენთვის შეიძლება ფრენბურთი ცოტა ქაოტური ჩანს. ყველგან მოთამაშეები დარბიან, ზოგს საერთოდ სხვა ფერის მაისური აცვია და ბურთიც იმაზე სწრაფად დაფრინავს, ვიდრე შეგიძლიათ თვალი გააყოლოთ. მაგრამ საიდუმლოს გაგიმხელთ. ეს ქაოსი არ არის, ეს ქორეოგრაფია. We're still going. And now Ora's getting it on the end again. Oh, I don't believe it. To make sure it doesn't fall. And I mean, that's just such a good block. Good ball, Aydin. Erdem. Erdem. Oh, they've done it. It's all over. Silla makes the block. სათამაშო მოედანზე ყველა მოთამაშეს თავისი როლი აქვს. ყველა თავის საქმეს ასრულებს და ყველამ ზუსტად იცის რა მომენტში სად უნდა იყოს. ვიდეოში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ, ვის რა როლი აქვს, რა პოზიციაზე თამაშობს, რამდენი ზონა გვაქვს ფრენბურთში და ზოგადად რამდენი პოზიცია არსებობს ფრენბურთში. ამ ვიდეოში ვისაუბრებთ იმაზეც, ვინ არიან თავის პოზიციაზე ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეები და მოგიყვებით იმასაც, ვინ გახდა 2025 საუკეთესო მოთამაშე ამა თუ იმ პოზიციაზე. მაგრამ სანამ ამ ყველაფერზე გადავალთ, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ ის, რაზეც ვისაუბრე წინა ვიდეოში, თუ არ გინახავთ აუცილებლად გადადით და ნახეთ, ანუ საბაზისო საკითხები, რამხელა მოედანზე ვთამაშობთ და რამდენია ბადის სიმაღლე. ფრენბურთის სათამაშო მოედანი არის 9-18 მეტრზე. 18 მეტრიან მოედანს შუაზე ყოფს ბადე. თითო მოედნის ზომა შეადგენს 9-9-ზე და იგი გაყოფილია წინა და უკანა ხაზებად. სწორედ ამ ხაზზე დაბიჯების უფლება არ აქვს თავდამსხმელს, როდესაც იგი უკანა ხაზზე იმყოფება. განსხვავებულია ბადის სიმაღლე მამაკაცებში და ქალებში. მამაკაცების ბადის სიმაღლე შეადგენს 2 მეტრს და 53 სანტიმეტრს, ხოლო ქალებში 2 მეტრს და 24 სანტიმეტრს. ყოველ მხარეს სათამაშო მოედანი დაყოფილია 6 ზონად. პირველი ზონა იწყება მარჯვენა კუთხეში, რომელიც ითვლება ჩაწოდების ზონად. მეორე, მესამე და მეოთხე არის წინა ხაზის ზონები. ამ ვიდეოში ძალიან კარგად არის გამოყოფილი წინა და უკანა ზონები. მინდა რომ კარგად დააკვირდეთ, რომელი მოთამაშეები არიან წინა ხაზზე და რომელი მოთამაშეები თამაშობენ უკანა ხაზზე. ამ ვიდეოში მინდა რომ კარგად დააკვირდეთ, როგორ ახორციელებენ თავდასხმას უკანა ხაზის მოთამაშეები. შემდეგ გათამაშებაში კარგად დააკვირდით ბურთი, როდესაც თურქეთის მხარეს წითლების მხარეს გადმოდის, 4 ნომერი როგორ ურტყავს უკანა ხაზიდან. ისე დაარტყა, რომ ხაზს ფეხი არ დააბიჯა. და ეხლა ისევ მისი შეტევა იქნება და დააკვირდით. მე მგონი გავარკვიეთ წინა და უკანა ხაზი. ახლა უკვე გადავიდეთ უშუალოდ მოთამაშეების პოზიციებს. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს 6 სათამაშო ზონა, მაგრამ პოზიცია ფრენბურთში არის მხოლოდ 5. მოდით ჩამოვთვალოთ ისინი, ესენია ლიბერო, გამთამაშებელი, ცენტრალური ბლოკის დამყენებელი, იგივე პირველი ტემპი, მარცხენა თავდამსხმელი, მეორე ტემპი და მარჯვენა თავდამსხმელი, ანუ დიაგონალი. დავიწყოთ იმ მოთამაშით, რომელიც ყველაზე მეტ კითხვას ბადებს ფრენბურთში. ეს არის ლიბერო. დიახ, ლიბეროსაც განსხვავებული ფერის მაისური, იგი თამაშობს მხოლოდ უკანა ხაზზე,
ლიბეროს შეუძლია ნებისმიერი მოთამაშის შეცვლა უკანა ხაზზე, მაგრამ ძირითადად ცვლის ცენტრალური ბლოკის დამყენებელს. ლიბეროს ძირითადი ფუნქცია არის დაცვის გაძლიერება და დაცვაში უკანა ხაზზე თამაშობს მეხუთე ზონაში. შემდეგი პოზიცია არის გამთამაშებელი. გამთამაშებელს სხვადასხვანაირად ეძახიან, ზოგი გუნდის ტვინს ეძახის, ზოგი კი დირიჟორს. მისი ძირითადი ფუნქცია არის შეტევის ორგანიზება და ამისათვის უნდა ქონდეს მას ძალიან სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი. გამთამაშებელმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, სად არის სუსტი წერტილი მოწინააღმდეგის დაცვაში და ბლოკში, იმისათვის რომ მისი თავდამსხმელები უფრო მარტივად აკეთებდნენ ქულებს. გარდა ამისა, დაცვა და ბლოკიც მისი მოვალეობაა. წინა ხაზზე თამაშობს მეორე ზონაში, ხოლო უკანა ხაზზე პირველ ზონაში. შემდეგი პოზიცია არის ცენტრალური ბლოკი, ანუ პირველი ტემპი, როგორც მას საქართველოში ვეძახით. პირველი ტემპი ქვია, რადგან იგი პირველ ტემპად არტყავს, ანუ ყველაზე დაბალ და სწრაფ ბურთებს არტყავს. მას უნდა ქონდეს აუცილებლად ძალიან კარგი ბურთის გრძნობა და სწრაფი რეაქცია. მისი მოვალეობა არა იმდენად თავდასხმა, არამდენადაც ბლოკის მოტყუება და ბლოკის დაყენებაა. ცენტრალური ბლოკის დამყენებელი მონაწილეობას არ იღებს ჩაწოდების მიღებაში, მაგრამ თამაშობს დაცვაში. უკანა ხაზზე უწევს მას ერთხელ მეხუთე ზონაში თამაში, ხოლო წინა ხაზზე იგი ყოველთვის ცენტრში თამაშობს მესამე ზონაში. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ მოთამაშეს ცვლის ლიბერო უკანა ხაზზე. მარჯვენა თავდამსხმელი, ანუ დიაგონალი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი ფრენბურთი არის თავიდან ბოლომდე აგებული კარგ დიაგონალურ მოთამაშეზე. ისინი გამოირჩევიან სტაბილური თავდასხმით და კარგი ბლოკით. აგრეთვე აქვთ ძლიერი ქულიანი ჩაწოდება. მათი სათამაშო ზონა არის უკანა ხაზზე პირველი ზონა, ხოლო წინა ხაზზე მეორე ზონა, ისევე როგორც გამთამაშებელს. და ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე არა, რომელმაც შეითავსა ყველა ფუნქცია, გარდა გამთამაშებლის ფუნქციისა. მარცხენა თავდამსხმელი მეორე ტემპი ან თუნდაც 4 ნომერი, როგორც გინდათ ისე დაარქვით ამ მოთამაშეს, არის უნიკალური, უნივერსალური მოთამაშე, რომელსაც აქვს უნარი, რომ შეასრულოს ყველა მოთამაშის ფუნქცია მოედანზე. ის არის გუნდის მთავარი შემტევი, მას აქვს კარგი სტაბილური ჩაწოდება, თამაშობს ბლოკზე, მიღებაზე, დაცვაში. ეს მოთამაშე წინა ხაზზე თამაშობს მეოთხე ზონაში, ხოლო უკანა ხაზზე თამაშობს მეექვსე ზონაში. როგორც აქამდე გითხარით, სულ გვაქვს 6 ზონა და 5 პოზიცია სათამაშო და სწორედ მარცხენა თავდამსხმელი ყავს 2 მოედანზე. ახლა კი უკვე დროა გადავიდეთ და გავეცნოთ იმათ, ვინც არიან საუკეთესოების საუკეთესოთა შორის.
ნახევად დავტოვოთ, მაგრამ არ შემეძლო აქ არ ჩამესვა ის დიაგონალური თავდამსხმელები, ვის ეპოქაშიც ჩვენ ვცხოვრობთ დღეს. ახლა კი მოვიდა დრო გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე. გავიგოთ თუ ვინ არის რეიტინგით ნომერი პირველი მსოფლიოში ყველა დროის და ყველანაირი პოზიციის მიხედვით. სანამ დავასახელებთ ამ მოთამაშეს იქნებ მოახერხოთ და გამოიცნოთ ამ რეიტინგის მიხედვით ვის შეეძლო რომ ამდენი ქულა მოეპოვებინა ამდენ ტურნირში და გარდა ამ ტურნირებისა შეხედეთ ინდივიდუალურ ჯილდოებსაც. ყველაფრის MVP გახდა. ჩემი აზრით არც ისე რთულია მისი გამოცნობა. თუ აწიკ გითხავენ, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო, გეცოდინებათ. ეს გაბია. With Poulter to start and serve for the USA. They need to strike back. Poulter into position. Larson going for the pipe, but Gabby was ready. Macris then feeds Tandana. What a good opening rally this is. Lovely block, but it's still up. Supreme effort by Brazil to keep this prep in play. It's a mega rally. We could be here all night until Thompson trying to get over the block succeeded only in going over the back line. So cheeky from Brazil. Akos went in search. Gabby all smiles. Well, she might totally allowed any part of the body. Brazil famous for their volleyball. იმედი მაქვს მაგეწონათ დღევანდელი ვიდეო. ვეცადე მაქსიმალურად მარტივად და გასაგებად ამეხსნათ თქვენთვის რა პოზიციები აქვს ფრენბურთში, რომელი მოთამაშე რა როლს ასრულებს და ასევე გადავხედეთ საუკეთესოებს საუკეთესოთა შორის. ვიმედოვნებ, რომ როდესაც შემდეგში უკვე დიდ ფრენბურთს უყურებთ, აღარ გაგიჩნდებათ კითხვები, ვინ სად დარბის, რატომ არის ზოგი მხოლოდ უკანა ხაზზე და ზოგი მხოლოდ წინა ხაზზე. ასევე აღარ იკითხავთ, რატომაც ვია ერთ მოთამაშეს განსხვავებული ფერის მაისური. თუ რამე კითხვები დაგჭათ, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში და ვეცდები, რომ ძალიან მალე გიპასუხოთ. ასევე მინდა რომ დამიწეროთ, თუ ფრენბურთს თამაშობთ, რა პოზიციაზე თამაშობთ, ან თუ არ თამაშობთ ჯერ კონკრეტულ პოზიციაზე, სად ისურვებდით რომ გეთამაშათ. ასევე მინდა რომ დამისახელოთ თქვენი საყვარელი ფრენბურთელი, იმიტომ რომ მინდა რომ ინდივიდუალურად იმ მოთამაშეებზე, რომლებზეც ინტერესი იქნება საკმაოდ მაღალი, გავაკეთო ცალ-ცალკე ვიდეოები, ასე რომ დამიწერთ კომენტარებში, ვინ არის თქვენი საყვარელი ფრენბურთელი. მე კი ამით დაგემშვიდობებით, არ დაგავიწყდეთ, რომ უნდა გამოიწეროთ აუცილებლად ჩემი არხი, რომ არ გამოგჩეთ მსგავსი ვიდეოები და ასევე დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ და ყველაფერი გააკეთეთ, რაც კი შეიძლება რომ მაგ გააკეთოთ. აბა კარგი.